კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი. ეს კი დევიდ გოგინსია და დღეს ლიპარას გეობაში სწორედ დევიდ გოგინს, ამერიკელ მორბენალს, ველომრბოლელს, მოტივატორს და მოტივაციის ტრენერს წარმოგიდგენ თავისი წიგნით, ერთ-ერთი წიგნით, რომელსაც ქვია დაუსრულებელი. სულ ახალ-ახალი თარგმნილია ეს წიგნი, ჯერ კიდევ ცხელია, რამდენიმე დღის არის. დევიდ გოგინსი თავისი ბიოგრაფიით არის გამორჩეული, თავისი გულწრფელობით, თამდაბლობით და ბრძოლის უნარიანობით, თვითონაც მებრძოლი იყო, ჯარშიც მსახურობდა, მაგრამ სანამ გახდებოდა ათლეტი, მორბენალი, სპორტსმენი, მანამდე ძიმეწონუსანი იყო და დეპრესიული, მოწყენილი ადამიანი იყო თურმე, ამასთანავე და გადაწყვიტა, რომ შეიცვალა თავისი ცხოვრება, გამხდარიყო მორბენალი იყო თან ულტრამარათონელი, მაგალითად ერბინა 360 კილომეტრი და კიდევ უფრო მეტიც. და მან ეს შეძლო, ზოგჯერ ვერ შეძლო, მას უტყუნა, მაგრამ სწორედ თავის ბრძოლის უნარიანობაზე გვიყვება ამ წიგნში და გადამდებ მხარდაჭერას და გამხნევებას გვთავაზობს. ვნახოთ, რას წერს ამ წიგნში დევიდ გოგინსი. მე ამოვაბლოკნოტე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ჩემთვის და წაგიკითხავთ ამ პატარა ამუნარიდებს. მე შეგიძლიათ თქვენ თვითონ წაიკითხოთ და გაეცნოთ და ისიამოვნოთ. მოგვით ესეთ რამესაც ამბობს, სირბილი ჩემთვის დიდი ხნის წინ გახდა სუნთქვის ტოლფასი. მე ყველაფერს რაც კი მიქნია და განმიცდია, ვარჯიშად აღვიქვამ. მე ცხოვრების სტუდენტი ვარ. მუდამ თან დავატარებ ბლოკნოტს, ჩანაწერებს ვაკეთებ. ხვალ გამოცდა ყველას გველოდება. ჩემს წარსულ გამარჯვებებს კიდევ ერთხელ დავეყრდნობი. მე არ ვარ უცნაური, უბრალოდ ის კაცი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის უფრო მეტას ჯერა, ვიდრე სხვების. და თვითონაც რაღაცნაირად საკუთარი თავის მასწავლებელი იყო. დევიდ გოგინსი და არის თვითმასწავლებელი, ისევ განაგრძობს ვარჯიშს, უკვე 45 წელსაც გადააბიჭა, მაგრამ კადასარევი მარათონელია ისე. დღეში 8640 წამია. 86400 წამია. მხოლოდ ერთი წამის დაკარგვამ შეიძლება თქვენი დღის და შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრების ტრაექტორია შეცვალოს. აქ მთელი დროის გაფრთხილებაზე გვიყვება დევიდ გოგინსი და გველაპარაკება. მაშინ როცა ყველაზე ძლიერი ხართ, გონებაში ხშირად ის მომენტი ამოგიტივტივდებათ, როდესაც ყველაზე უსუსური იყავით. უწყვეტი ზრდა, განვითარება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მზად ხართ იყოთ თავმდაბალი. გაითვალისწინეთ, რომ დრო ყოველთვის გარბის. და თუ არ იმოქმედებთ, რაღაც მომენტში თქვენი ოქროს საათი მიილევა. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენს გონებაში არსებული საათის წიკ-წიკს მოусმინოთ. მსგავსი და კიდევ ბევრი მსგავსი სამოტივაციო ამბავია ამ წიგნში ჩაბუდებული. წიგნში სადაც თავის თავგადასავალს ყვება, თავის მძიმე ბავშვობას, როგორ იყო თვითონ ძალადობის მსხვერპლი ოჯახში, როგორ ცდილობდა, რომ გაქცეოდა საკუთარ თავს და როგორ ცდილობს, რომ ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ფიქრი და როგორ ეხმარება სირბილი ამ ყველაფერში, როგორ არჩევს, რომ იყოს სხვადასხვა სპორტის და საქმის ცოტა რთული საქმეების ერთ-ერთი მონაწილე. მაგალითად, როგორც არის მეხანძრე, ოღონდ ტყეში მხტომელი მეხანძრე და კიდე მსგავსი სამსახურები. მოკლედ დევიდ გოგინსის გაცნობა შეგიძლიათ ამ წიგნში დაუსრულებელი. კიდევ მეორე წიგნიც აქვს გოგინს, შეგიძლიათ ის წიგნიც ნახოთ, ისიამოვნოთ, წაიკითხოთ და წავიკითხოთ და ვიპოვოთ საკუთარი გზა, რომელსაც გავყვებით, ვირბენთ, ვივლით, მაგრამ არ გავჩერდებით. აბა შევხვდებით შემდეგ ლიპარას გეობაში. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.